გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? მე ხა გამოვედი სამსახურიდან და მივდივარ ჭხილების გასაკეთებლად. პედიკური და მანიკური უნდა გავიკეთო. განახებთ, იმედია კარგად გამიკეთებს. ქმარს თუ გაცილებული ხარო, ანუ ამ თემას ზოგადად არ მინდა რომ შევეხო. მოკლედ, მაგცებ პასუხს. კი ბატონო, დავშორდი ქმარს და წამოვედი კიდევაც მოყნიდან ახალი ცხოვრების დასაწყებად ნულიდან ჩემ შვილებთან ერთად. შემოვედი. მეელოდები ესეთი გარემო აქვს. ასეთი თავის მოვლის საშუალებებია. იმედია კარგად გამიკეთებს. ველოდებით იმედია ისე გამიკეთებს როგორც მინდა. გადაწყვეტე ხელებზე წითელი ფერი გავიკეთო. ძალიან მოწონს წითელი ფერი. ხებზე ღია ფერს გავაკეთებ. განახებთ მე საბოლოო შედეგს როგორ გავიკეთებ. კი. ნახოთ როგორი გამოვა. დავიწყეთ. ხელებზეც საფეხებზეც ერთნაირი გავიკეთეთ. ვთქვათ რომ ორივეგან ერთნაირი ფერი გამიკეთებ, ხელზეც საფეხზეც და ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. კიდევ რა უნდა მეთქვა? მოკლედ. ყოფნისო, ფულიო, ანუ როგორ წვდებიო? კირასო ბავშვებსო ეს კითხვა დაისვა. საქართველოდან წამოვედი დანაზოგით. ნულზე არ წამოვსვარ, ახლა პასუხისმგებლობა მქონდა აღებული. ბავშვებით რახან წამოვედი და პირველ ეტაპზე მეხმარება ეს. ანუ ამასობაში საბუთებსაც გავაკეთებ. ხელფასიც მომემატება და მე უკვე დავლაგდები და გავწვდები ისედაც ვწვდები ყველაფერს, მაგრამ მე უკვე დალაგებულად, გათვლილად გადავანაწილებ ხარჯებს. ეხლა სადილი უნდა გავუმზადო ბავშვებს. პასტას გავუკეთებ ქათმის ფილეთი. თან მზადება და თან საუბარი არ გამომდის ერთად და ანუ გაკეთების დროს არ გადავიღებ. ესეთი კითხვაც იყო, რომ ლაპარაკობ იტალიურადო. ლაპარაკობ არა, ძალიან უწვანო. ამას ლაპარაკი არ ქვია, მე როგორც საუბრობ. მესმის ყველაფერი და პასუხს ვცე, მაგრამ ამათი ბრუნებები შეიძლება ეს ვამბობ საერთოდ მეორე იკული, ანუ ვაგებინებ ერთი სიტყვით. დავხვეწავ რა ცოტა ხანში ალბათ. ჯერ 4 თვეა მაინც ახლა აქ ვარ და დიდად არ ვნერვიულობ. იმის ნერვიც არა მაქვს, რომ ჩავუჯდე და ვიმეცადინო, ან მე მაქვს როგორ მიხსიერება იცი? ანუ ერთხელ ვიტყვი, ორჯერ ვიტყვი, სამჯერ და უკვე ისე მამახსოვრდება და გულს ვერ ვუდებ, რომ ჩავუჯდე და ისე ვიმეცადინო და ვისწავლო, თუმცაღა მასე რომ გავაკეთო, უფრო მალე ვისწავლი. მაგრამ გულს ვერ ვუდებ. მაინც რომ მესმის, ანუ ტელევიზორშიც ვცდილობ, რომ ანუ იტალიურ არხზე მქონდეს. მუსიკებსაც იტალიურად ვართავ ხოლმე. სამსახურშიც რომ მესმის, ვფიქრობ, რომ უფრო მალე დამამახსოვრდება. ანუ ჩემი და უნებურად შემომესწავლება, ესე ვთქვათ. ეს 2 დღეა სიგრილეები, ეხლაც გარეთ ვზივარ, ცოტა უბერავს, ანუ ნიავი და ძალიან სიამოვნებს. ძალიან სიცხეები იყო აქ. 40 გრადუსს სდებოდა, ასეც ქვია. ანუ სუნთქვა იყო შეუძლებელი, ეს კონდიციონერი მქონდა ჩართული. ეს 2 დღეა ცოტა ამოვისუნთქეთ, იმედია ცოტა ხანი გაგვაგრძელდება ისევ თიამინდები. და კეთილი მშურით მშურდა. ეს ბოლო 2 დღე კი მანდეთაც დაცხა, როგორც გავიგე. სამაგიეროდ ეხლა ჩვენსკენ აკრილდა. მიხარია.
ზაღმოთ ლაივში შემოგიერთდებით ჩემი მეგობრებო და ძალიან მიხარია. გავალთ გოგოშკები, ბარში დავჯდებით და იქიდან შემოგიერთდებით. შეგიძლიათ ლაივში დამისვათ კითხვები, რაც გაინტერესებთ და გაგცემთ პასუხს. კიდევ რა მინდოდა მეთქვა? ესე იგი, ჩემ წარსულზე ლაპარაკი არ მინდა, იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ძველი ტკივილების გახსენება. მიჩვენე იყოს ყველაფერი ისე როგორც არის. ჩამოვედი აქ, ვიწყებ ყველაფერს ნულიდან და რაც ხდება აქ ჩემს თავს და ჩემს ყოველდღიურობაზე ვისაუბრებ უპრობლემოდ. რაც შეეხება ჩემს წარსულს, ანუ ამაზე საუბარი არ მინდა. წარსული ცხოვრება არ მსურს. მე ესეთ გადაწყვეტილება მივიღე, რომ წარსული დავტოვე წარსულში. დავტოვე ჩემი მშობლიური ქვეყანაც, წამოვედი ემიგრაციაში. ესე უბრალოდ არ მომხდარა ეს ყველაფერი. სპონტანურად მოხდა. მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფერი გამომივიდა და ჩემს შვილებთან ერთად ჩამოვედი. ვცდილობთ რომ დავიწყოთ ახალი ცხოვრება ნულიდან და ვფიქრობ რომ გამოგვდის. ხმამაღლა ლაპარაკსაც შეეხება. არ გამომდის ხმამაღლა ლაპარაკი, ასე მგონია უნდა ვიყვირო. ლევში მიკროფონი ჩამომივა და მიკროფონში ვილაპარაკებ მასე. კარგია სიკრილე. მოკლა ჩემი მეგობრებო, დროებით დაგემშვიდობებით. გრძელი ვიდეოებიც არ გამომდის. არ გამომდის რა ხა რომ მოვინდომო და ყველა დეტალის გადაღება და რაღაცა ბანალური მგონია რომ ყველაფერი გადავიღო და თან შეჩვევის პერიოდიც მაქვს და ბოლოს ალბათ იმდენად რომ მივეჩვევი კამერას უხელიდან ვერ გავაგდებ, გრძელი ვიდეოებიც დაიდება. დაგემშვიდობებით დროებით. ჩემო კარგებო, მიხარია რომ მიხვდებით. ყველას კარგ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ.